მოვდივარ. გამარჯობა. გამარჯობა. არ მეგონა რომ სტუმრად მოხვიდოდით. ამელკა, შენთან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. როგორი? ქუჩაში მოხუც ბებიას შევხვდით. სახლიდან გააგდეს და ახლა საცხოვრებელი არსად აქვს. რა კოშმარია. მისი ძველი სახლი დაანგრიეს, ის აღარ არსებობს. მან ჩვენი ენაც კი არ იცის. Translate-ის მეშვეობით გვიწევს კომუნიკაცია. უცხოელი ბებია უცხო ქვეყანაში? ჩვენ უბრალოდ ვფიქრობდით, რომ ის შენთან ერთად დარჩეს იქნებ? სახლში დიდი ადგილი არ მაქვს, ის ჯინისთანაც ვერ წავა. რა თქმა უნდა, სტუმრების ოთახი ცარიელი მაქვს. ბებია შემოვიდეს. ბებო, შემოდი. გამარჯობა. ალბათ კარგად არ ესმის. შენი ოთახი მეორე სართულზეა, დერეფტის ბოლოს. უცნაური მოხუცი ქალბატონი, მის სახესაც კი ვერ ვხედავ. იქნებ სხვა ტანსაცმელი არა აქვს? მან თქვა, რომ მისი ნივთები იმ სახლში დარჩა, საიდანაც იგი გამოაგდეს. საწყალი ბებია, ჩვენთან დარჩეს, სანამ ახალ სახლს არ ვიპოვით. მე და ჯინი განცხადებებს გავაკეთებ მთელ ქალაქში და გავაკრავთ. დიახ, ბებიას ახალ სახლში დასახლებაში დავეხმარები. კუკ, შემიძლია შემოვიდე? კარგი, თეთრეული მოგიტანე. მოიცა, თუ გინდა საწოლს გაგიშლი. ეს ახლა რა იყო? კარგი, ჩვენ თელ ქალაქში განვათავსოთ განცხადებები. და ინტერნეტშიც განვათავსეთ განცხადება უკვე. და კიდევ ერთი რამ. სხვათა შორის გზად ფლორა შევხვდა. გამარჯობა, გადავწყვიტე დაგეხმარო შენი და კარგული ბებიის საქმეში. ბავშვებო, ამ ბებერს რაღაც სჭირს. ბებერი? ამელია თავაზიანად მოიქეცი. კი, ბოლოს და ბოლოს მან სახლი დაკარგა. არა, ვერ გაიგეთ, მოიცა. ის უცნაურად გამოიყურება. გასაკვირი არ არის, სახლიდან გააგდეს. განაცხენებული და შოკირებულია. დიახ. არა, ვერ გაიგეთ. მისი სახე საერთოდ ნახეთ? გაჩერდი ამელია. ამის ნაცვლად რაიმე მოვამზადოთ მისთვის. კარგი, ალბათ დაღლილია. შიერია. კი. მოდით მას ორცხობილებით გავუმასპინძლეთ. უკეთესის გაკეთება არ შეგეძლო? რა სჭირს ორცხობილებს? არ იცი როგორ მოამზადო. ლეო, ნუ წუწუნებ. ისინი ყოველთვის უგემური გამოდის. ლეო, შესანიშნავია ორცხობილებია. შესანიშნავია ბებოს მოწამლა? ლეო, ახლა დაგარტყამ. ამელკა, ბებიასთან წაიღებთ კვიდეუს? არა, მოიცა, მე იქ არ მივდივარ. ამელია, ეს შენი სახლია. იყავი სტუმართმოყვარე. თქვენ მოამზადეთ და თქვენვე წაიღეთ. კარგი, წავიღებ. გამომყევი. ბებო, ჩვენ შენთვის საჭმელი მოვიტანეთ. მოიცა, თუ გაღება არ გინდა, კარის ქვეშ დავდებთ. რატომ არ გპასუხობს ის? იქნებ მას ჩაეძინა, ან იქნებ რამე დაემართა? მოდი დავხედოთ. რა სჭირს? საშიშია, ბაბაია გასავით. კარგი. კი, გითხარით, მაგრამ არ დამიჯერეთ. ქუჩაში რომ შეხვდით, იგი მაშინაც ასეთი იყო? არ ვიცი, მისი სახე არ გვინახავს, დაფარული ქონდა. ამ ბებიას ნამდვილად რაღაც სჭირს. იცით რომელ სახლში ცხოვრობდა ადრე? კი, მე-14 ნომერში, მოპირდაპირე ქუჩაზე. მოიცა, ხუმრობ? არა, რაშია საქმე? გვითხარი, ფლორა, რამე იცი? ამ სახლში 50 წელია არავის უცხოვრია. მის დაწყევლილია. როგორ არის დაწყევლილი? ეს შეუძლებელია. ამბობენ, რომ ყველა, ვინც ამ სახლში ღამის გათევას სცადა, უკან აღარ დაბრუნებულა. ასევე ამბობენ, რომ ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ სახლის ეზოში საფლავი ჩნდება და თუ მას ამოთხრი, შიგნით მხოლოდ დაღრღნილი ძვლები დაგვდება. ბებიას ამის გაკეთება არ შეუძლია, არა? ამ ბებიის შესახებ მეტი უნდა გავიგოთ. როდესაც იპოვეთ რაიმე ნივთი ჰქონდა მასთან? კი, ჩანთა. ოთახში შეიტანა. ამიტომ იქ უნდა წავიდეთ და ნახოთ რა არის ჩანთაში. მე იქ არ წავალ. არც მე. მარტო არ წავალ. პარტნიორი მჭირდება. კარგი, რადგან მოხალისეები არ არიან, ამას გირჩევთ. ვინც ლურჯ-ბურჯს ამოიღებს, ჩემთან ერთად წამოვა. ყვითელი. ყვითელი. ყვითელი.
ლურჯი, ეს ცუდი იღბალია. მიდი, ლეო, შენ მას შეძლებ. არაფრის შეგეშინდეს. ამელია შენთან იქნება. შენთვის ადვილია თქმა. როგორც ჩანს მას ძინავს. იქით გაიხედე. ეს მის პირად დღიურს გავს. უნდა ავიღოთ. გინდა იქ წასვლა? თუ გაიღვიძებს? ის არ გაიღვიძებს. ის მოხუცია და მშვიდად უნდა ეძინოს. კარგი, მაგრამ მოდი გავჩუმდეთ. კარგი. რეცეპტები, მეტი რეცეპტი. კარგი. ო, ტელეფონის ნომრები. ჩორები. მოკლედ, არაფერი საინტერესო. მოიცა. მაგრამ რაღაც ვიპოვე. ო! ლეო, შეგიძლია ხმადაბლა ივაპარაკო? ამელკა, შემოbrunდი. აა! ისი სახე ნახე? ის ბაბა-იაგას გავს. ის ბაბა-იაგა. რაზე ლაპარაკო? წავიდეთ, რაღაც უნდა დაჩვენო. რამე გაარკვიეთ? კი, ეს მის პირად დღიურს გავს. ვეზელების რეცეპტები, ოლივიე, რაში სჭირდება ეს სისულელეები? ინტერნეტში ხო უამრავი რეცეპტია. ყურადღებით წაიკითხეთ, შეხედეთ ინგრედიენტებს. ხორცის წვნიანის რეცეპტი, ქვაბში ჩადეთ 1 ბიჭი და 1 გოგო. მოიცა. დაასხით წყალი, მარილი და პილპილი, 200 გრადუსზე მეტ ცეცხლზე მოხაშეთ. მოიცა, ის ბავშვებისგან წვნიანს ამზადებს? ფლორა, შენ თქვი რომ მეზოში დაწკარულ სახლში ძვლები იპოვეს. ეს მართლა სიმართლე იყო? კი, ბევრი ძვალი და მათ კბილების კვალიც ეთყობოდა. ესენი იმ ადამიანების ჩონჩხებია, ვინც ამ ბებიამ შეჭამა. ვაიმე, ვის შემოვიყვანეთ სახლში? მადლობა ბავშვებო, ჩემს სახლში ბაბა-იაგა მყავს, რომელსაც ყველა შეჭმა შეუძლია. ის მე არ შემჭამს. ახლა ზრდასრული ვარ, თითქმის. ჩვენზე იფიქრე საერთოდ? ეს მოხუცი ქალი სახლიდან უნდა გავიყვანოთ. მოიცა, არც კი იფიქრო ამაზე. თუ გაბრაზდება, ყველა საქმე წასულია. ჩემს გარდა, მოიცა, დამიჯერე ფლორა, თუ ეს ბებია გაბრაზდება, შენც შეგჭამს. რა უნდა გავაკეთოთ? არ ვიცი, ჯერ მას უთოთვალოთ. კი, იქნებ ვწდებით და ის ჩვეულებრივი ბებია. რაც შეეხება ბავშვებისგან დამზადებულ სუპის რეცეპტებს? კარგი, იქნებ უბრალოდ ხუმრობა. და ჯინი მართალია, შეიძლება ჩვენ ვწდებით. უნდა დავწმუნდეთ, ეს ბაბა-იაგაა თუ არა. რას აკეთებს იქ? როგორც ჩანს ის ღვეზელს აცხობს. ო, არა, ბებიამ მსხვერპლი იპოვა. დამშვიდდი, ჩვენ ისევ უსაფრთხოდ ვართ. იქნებ ეს ჩვეულებრივი ღვეზელებია და არაფრის არ უნდა გვეშინოდეს? მოიცა, შეხედეთ, ის მიდის. და მოდით შევამოწმოთ რა გააკეთა მან. მოიცა. იქნებ მოწამლულია. ახლავე შევამოწმებთ. ლეო, კარგად ხარ? გემრიელია, არა, მოწამლული. ლეო, ჯობია არ შეჭამო. რატომ? კარგი, მოიცა. როგორ უნდა გითხრა? აი, მისი შიგთავსი. ფუ, რა ამაზრზენია? პირი საპნით უნდა დავიბანო. რატომ მომზადებს ის ღვეზელებს ასეთი ზიბინძურეებისგან? იქნებ ის გიჟია? ბავშვებო, მოიცა, შეხედეთ, აქ გომბეშოს კომპოტია. მაშინ ეს კომპოტი კი არა, სამალია. ხოლო ჯადოქას შეუძლია ამის მომზადება. ასე რომ, მართალია, ჩვენ ბაბა-იაგა შევიფარეთ სახლში. თუ მის გაგდებას ვეცდებით, დავიღუპებით. მასთან ერთად სახლში დარჩენაც კი არ არის უსაფრთხო. სად არის ახლა ის? ეზოში გავიდა, წავიდეთ, ნახოთ რას აკეთებს. ხედავთ მას? მე არა. იქეთ გაიხედე. როგორც ჩანს, ის ყვავილებს ვრწყავს, ბებუებს უყვართ ბოსნეულის ბაღები. გონი რაღაც იგზე არ არის. დაველოდოთ მის წასვლას და ნახოთ. რა გაზარდა მან იქ?
შეხედე, ის სოკოს ზრდის. მოიცა, სინამდვილეში მე ვიცი ეს სოკოები და ისინი შხამიანია. დარწმუნებული ხარ? ჭამა შემიძლია. კარგი. ბაბუაჩემი ტყეში სოკოს კრებდა და მასწავლიდა გემრიელისა და საშიშის გარჩევას. რატომ ზრდის ის ჩვენს ეზოში შხამიან სოკოებს? მიპასუხეთ ამაზე. ორი ვარიანტია. ის ან შხამიან წამალს ამზადებს, ან შეჭამს მათ. დიახ, ბაბა იაგას ძალიან უყვარს ქუდიანი სოკოები. მოიცა, სერიოზულად? ამ სოკოს ერთი ლუგმა და მორჩა, მკვდარი ხარ? არა, თუ მოხუცი ჯადოქარი ხარ. ბავშვებო, იქეთ შეხედეთ. ეს ჯადოქრის ფრინავი ცოცხია. დარწმუნებული ხარ? ჩვეულებრივ მსგავს. ვარდისფერია. სახელურზე მაღაზიიდან გამოტანილი ეტიკეტი აქვს. წერია Nimbus 3000, 5 სიჩქარე, 1 შელოცვით ირთვება. მოხუცი ჯადოქრები ფაზაკლებას იღებენ. ვაუ, ჰარი პოტერისაზე უფრო მაგარია. რა შელოცვაა ეს? კარგი. ფრენა მინდა? არა. მოიცა, იქნებ ბაბა იაგას ოთახში შელოცვების წიგნია? იქ არ წავალ, ბოლო ჯერიდან მოყოლებული ისევ მეშინია. მე წავალ, ვინ არის შემთან ერთად? წამოვალ. იმედია ბებიის დაბრუნებამდე მოვახერხებთ. ლეო და ფლორა, თქვენ ყურადღებით იყავით და აკვირდით ბებიის დაბრუნებას. კარგი, სადღაც მისი ნივთების ჩანთა უნდა იყოს. აი, ალბათ მისი ჩანთაა. ნახოთ რა არის. კარგი, ნახოთ რა აქვს მას აქ. ოპა! ეს რა არის? ნაჯახი? მოიცა, რატომ დასჭირდებოდა მოხუცებიას შუა საუკუნეების იარაღი? ალბათ ბავშვების ხორცის მოსამზადებლად. ალბათ ასეა. რა კოშმარია? ნახოთ კიდევ რა არის აქ. წინასწარმეტყველების ბურთი. ის ნამდვილად სასწაულებს ახდენს. კარგი, ალბათ ის თავის მსხვერპლებს ამით უყურებს. კარგი. შემდეგი. შეხედე. ადამიანის თავის ქალა. მოიცა, მომაშორე. ვაუ, რაიმე, ის მგონი ჯადოსნურია. გაათავისუფლე ჩემი სული. წაიღე, არანაირი პრობლემა არ გვჭირდება. ბოდიში, თავის ქალა, მაგრამ ჩემს მეგობარს შენი ეშინია. მოიცა, ჩანთაში არა. კარგი. ოჰ. აქ კიდევ ერთი წამალია და რას აკეთებს ის? ხოდა წერია რომ ის ნებისმიერ მაგიას აუქმებს. მოიცა, თან წავიღოთ. გონია რომ ჩვენთვის სასარგებლო იქნება. მართალი ხარ? კარგი, ბაბა იაგასგან ყველაფერი მოსალოდნელია. კარგი. მოიცა, და რა არის ეს? საფლავის ქვა? რა უცნაურია, რატომ უნდა შეენახა მას იგი თავის ნივთებში? ფლორამ თქვა რომ დაწყევლილი სახლის ეზოში საფლავები იყო. შენ გახსოვს? ამ ქვაზე სახელი არ წერია. როგორ ფიქრობ, ვისთვის არის ეს? იმედია ჩვენთვის არა. მიდი, შენი ჯერია. გაიგე ეს? გოგოების ხმა, ბებია დაბრუნდა. შეუძლებელია, მთელი თამაშის განმავლობაში კარს უყურებდი. სახლში არავის შემოსულა. ის ჯადოქარია, იქნებ ფანჯრიდან გადაფრინდა? ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. არა, იქ არ წავალ. წამოდი, წავიდეთ. რას ამბობს ის? ინგლისურად ამბობს. ვერ გავიგე. ამელია, შენ მასწავლებელთან დადიხარ. სინამდვილეში შენს. სინამდვილეში მე გერმანულს სწავლობ. მგონი უნდა რომ გავსინჯოთ. მისი ტკბილეული. რა? მოიცა. ბაბა იაგას ტკბილეულს არ შევჭამ. კარგი. მისი სახლში მილებისთვის მადლობას მიხდის მგონი. უთხარი რომ მხოლოდ მადლობაც საკმარისია. კარგი რა, ჯინი. თუ არ შევჭამთ, განაწყენდება. მოიცა. და თუ შევჭამთ და მოვიწამლებით, კიდე ბაბა იაგა განაწყენდეს? რა მოხდება თუ ქვაბში ჩაფხსვამს და შემდეგ მოგხარ შავს? კარგი. იმედია ეს კამფეტები მოწამული არ არის. კარგი. რა თქვა მან? კარგი. ალბათ გემრიელად მიირთვითო გვისურვა.
თავს კარგად არ გზნობ. არც მე, მუცელი მტკივა. და მე თავი მტკივა. სად ვართ? მოიცა, არაფერია. ჯადოქრის ბუნაგიდან გამოგიყვანეთ. ჩემი სტუმრის ოთახს გულისხმობ, მაგრამ ახლა ეს ჯადოქრის ბუნაგია. რა გაგიკეთა მან? მან თქმილეული მოგცა. ისევ ცუდად ვარ. ამ თქმილებულიდან რამე დარჩა? რა იყო? გინდა რომ სცადო? არა, მინდა ვნახო, ვისგან არიან დამზადებული. ჯინი სანამ კამფეტს ჭამდა, მე ერთი ავიღე. აი? კი, კამფეტის შიგნით რაღაც მოძრაობს, სუქანჭიას გავს. მე მგონი ეს ასე უნდა იყოს. ფლორა, გაჩუნდი, თუ იატაკის გახეხვა არ გინდა. გთხოვთ, არ გვინდა ვიცოდეთ, რისგან არის დამზადებული ეს თბილეული. უბრალოდ წამალი მოგვეცით. გურისევის საწინააღმდეგო წამალი მაქვს. ერთი წამით. ახლა თავს უკეთ ვცნობ. მეც. რატომ შეჭამეთ ეს თბილეული? ბებიას რომ არ ვაწყენინოთ. ვიფიქრეთ რომ ეს მისი მიზებისთვის მადლობის ნიშნად მოგცა. მე ასე ვიფიქრე. ამელკა ხუმრობ? იმ მოხუცქალს ჩვენი მოკლა უნდოდა. მოიცა, ჩვენი მოკლა რომ უნდოდეს, ოთახში არ დაგტოვებდა. მართალია, როცა გიპოვეთ, ოთახში უნებლად იწექით. ბებია იქ არ იყო, როგორც ჩანს წავიდა. სად წავიდა? მან არაფერი თქვა, მაგრამ გავიგე, რომ დღეს ბაზარში უფასო ბოსტნეულს არიგებენ. მერე რა? ბებიებს უყვართ უფასო საჩუქრები, მაშინაც კი თუ ეს ბებიები ჯადოქრები არიან. ის ბრუნდება. სწრაფად დაიმალეთ. რასაკეთებს ის? კარგი. როგორც ჩანს მას სასუსათო ჩანთა აქვს. რა, მართალი იყავი, ის ბაზარში იყო. მეგონა ის მხოლოდ ჭიებსა და სოკოებს ამზადებდა. მაინტერესებს რა მოამზადა? ალბათ რაიმე საზიზღარი ნაზავია, რომელიც ჩვენს მოსაწავლად და იმუშავებს. სუპის სუნი ასდის. ძალიან გემრიელია. წავიდეთ და შევამოწმოთ. არ გეშინია? მანამდე არ გვაწყენინა, ამიტომ ახლაც არ გვაწენს. გონია რომ ეს ცუდი იდეაა, თუ გემრიელი სუპია, მაშინ მინდა ვცადო. მაგრამ ეს შეიძლება საშიში იყოს და მოდით მივცეთ ხმა, ვინ არის მომხრე რომ შევამოწმოთ? გადაწყვეტილია, მოდი შევამოწმოთ. კარგი, თქვენთან ვარ. გონი მას უნდა რომ მისი სუპი გავსინჯოთ. მე ასე ვიფიქრე. ბავშვებისგან გაკეთებულ წვნიანს არ შევჭამ. სუნი თუ იმსჯელებთ ეს ბოსტნეულის წვნიანი უნდა იყოს. მოწამული სოკოები და ბუზები არის შიგნით? ვერ ვხედავ. კარგი, ცადო, თუ რამეა გურისევის წამალი მაინც მაქვს და მე მაქვს შავი მაგიის წამალი. მე და ამელია მის ოთახში ვიპოვეთ. თუ ეს წვნიანი ჯადოქარმა მომზადა, მაშინ ის ნამდვილად ჯადოსნურია. ეს მაშინებს კარგი, ვცადოთ. როგორც ჩანს კარგია, ჩვეულებრივია. გემრიელი სუპია, ბებო. ლეო, რა გჭირს? რა უნდა მჭირდეს? აი, შეხედე. რა მჭირს? მაგარი სუპია, ლეო. ეს არ არის მაგარი, დააბრუნე ყველაფერი ისე, როგორც ადრე იყო. უხედავ, ანტიდოტს მოგვიანებით მოგცემ. ვის უნდა შემდეგი პორციის გასინჯვა? მე მინდა. თმა თავის ადგილზეა. როგორც ჩანს, არაფერი არ შეცვლილა. ამელკა, რქები გაქვს. ო, მართალია. მაგარია, ჩემი ჭერია. ფლორა. ჩემი ხელები. საშინელება, რა საშინელება? მოიცა ფლორა, რამეს მოვიფიქრებთ? თქვენ დამიჯერეთ, მე თქვენ გეხუმრეთ. ფლორა, რატომ გვაშინეთ? მოიცა, თუ ხელები ადგილზე გაქვს, მაშინ რა ეფექტი ქონდა ამ წვნიანს? როგორც ჩანს, არანაირი ეფექტი არ აქვს. ალბათ, ჩემი პორცია დეფექტურია. გაგიმართლა. ან იმიტომ რომ ჩვენზე უფროსი ხარ. კი, როგორც ჩანს, ეს სუპი უფროსებზე არ მოქმედებს. ჯინი, მხოლოდ შენ დარჩი. ჯინი, კარგად ხარ? არა, კარგად არ ვარ. თოჯინა ვარ. ბებო, შეგიძლია ჩვენი მეგობარი გოგო დაქციო? ძალიან გთხოვ რა.
ეს სამალი უნდა დაეხმაროს. აბა რას ელოდებით? სწრაფად მოვეცით. ისევ ადამიანი ვარ. და ეს ბებია ისეთი ბოროტი არ არის, როგორც ჩვენ გვეგონა. მოიცა, ახალი სახლი უნდა უპოვოთ. ის აქ სამუდამოდ ვერ დასრჩება. თუ ის ჯადოქარია, ძველ დაწყევლილ სახლში უნდა ვიცხოვროს. ინტერნეტში ბევრია ისტორია მიტოვებულ დაწყევლილ სახლებზე. მოდი ბებიას ამე უშველოთ. მოდი ბებიას ამე შევურჩიოთ. ახლა ტელეფონს გადავხედავ. ერთად გადავხედოთ. დიახ. მისმინეთ, თაში სახლს უფასოდ აჩუქებენ, სუფთა ჰაერი და ულამაზესი ბუნებაც ექნება. თაში? მოიცა, გინდა მოხუცი ბებია მთებში ავიდეს? არა, ფეხების ტყივა. კარგი, ჯადოქარი მთებში კი არა, ტრალ ჭაობებში უნდა ცხოვრობდეს. კი, მართალი ხარ. ვიპოვე. ყიდი ოთახს კანალიზაციაში. ძალიან მაგარი შეთავაზება. სუნი, ვირთხები, ალიგატორებიც კი გელოდებათ. კარგი, მოიცა, ბებიას კანალიზაციაში არ გონი გაუშვი. ჯადოქრისთვის შესანიშნავი ადგილია. ეი, მომისმინეთ, მიტოვებული საფლავები, ტურიანი ადგილები და ძვრის მთები, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ძველ სასაფლაოზე. ეს ცუდი არ არის. კი, ზუსტად ისაც ჯადოქარს სჭირდება. უკეთესი იდეა მაქვს. აი რა ვიპოვე. იკრიდება სახლი ტყეში, ჭაობში, კალახის გომბეშუები და მწერების გროვა გელოდებიან. შესანიშნავი სახლია ტყის ჯადოქრისთვის. შრეკივით. მგონი სასაფლაოზე უკეთესი იქნება. არ ვიცი რა თქვა, მაგრამ გონი დამეთანხმა. შესანიშნავია. მოდი დავეხმაროთ მას ნივთების ჩალაგებაში. აქ გამოვიძახებ. საჭირო არ არის, ის ცოცხლით გაფრინდება. ო, კი, სულ დამავიწყდა. ჰეი, ამელკა, ბებიის სასვლის დროა. შესანიშნავია. მისი ნივთების ჩალაგება ახლახან დავასრულე. წავიდეთ. შენი ჩანთა. ნახვამდის ბებო, გაგვიხარდა შენი ნახვა. სტუმრად ჩამოფრინდი ხოლმე. კარგი. და შემდეგ ჯერზე უფრო კარგად დააკვირდებით, მის მოგწავთ სახლში. კარგი, უფრო ახლოს დავაკვირდებით. ბავშვებო, იმედია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო. დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. კომენტარებში დაწერეთ, რომელი ვიდეოს ნახვა გინდათ. ახალი ვიდეო რომ არ გამოტოვოთ, დააჭირეთ ზარის ღილაკს. ნახვამდის ყველას!